ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა საქართველოში ოქროს ნაკეთობების რეალიზაციაში ამცირა, როგორც საიუველირო კომპანიაში ამბობენ, ირანში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ მათ ოქრო როგორც ნედლეული მნიშვნელოვნად გაუიაბდა, თუმცა სხვა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მოთხოვნის კლებას უკავშირდება. რა ტენდენციები იკვეთება ოქროს საერთაშორისო ადგილობრივ ბირჟებზე, მარი მელიქიშვილი გვეტყვის, რომელიც ახლა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში გვერდება. გამარჯობა, მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე და ოქროს ნაკეთობების ქართული მწარმოებლების გამოწვევებზე ვისაუბრებთ. ტრადიციულად საერთაშორისო ბირჟების მიმოხილვით დავიწყოთ. შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ერთადერთი ძვირფასი საინვესტიციო აქტივი, რაც შედარებით გაიაფა ოქრო იყო, როგორც წესი, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების დროს ოქროს ფასი მყისიერად იზრდება ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში საერთოდ სხვა რეალობა დადგა და ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია დაფიქსირდა, მეტიც იანვრის თვეში დაფიქსირებულ რეკორდულ $5,600-თან შედარებით. დღეს ოქროს ღირებულება თითქმის $800 არის შემცირებული. ფასების ვარდნას ანალიტიკოსები რამდენიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით ხსნიან, მათივე განმარტებით ომის დროს ინვესტორები ხშირად არა ოქროს, არამედ ამერიკულ დოლარს ირჩევენ. გარდა ამისა, ირანის კონფლიქტის გამო გასულ კვირებში ნავთობის ფასმა ბარელზე $100 რამდენჯერმე გადააჭარბა, რაც გლობალურ ინფლაციას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ხოლმე. ამის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა ცენტრალური ბანკები განაკვეთების შემცირებას აღარ ჩქარობენ და პოტენციურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე მიანიშნებენ. მაღალი საპროცენტო განაკვეთები კი ზრდის ალტერნატიულ დანახარჯს ოქროს ფლობისთვის, რადგან ოქროსგან განსხვავებით სახელმწიფო ობლიგაციებს მაღალი სარგებელი მოაქვთ. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რითაც ანალიტიკოსები ოქროს ფასის შემცირებას ხსნიან. რაც შეეხება პროგნოზებს, დარგის ექსპერტებს კომენტარის გაკეთება უჭირთ, ვინაიდან ამჟამად როგორც ოქროს, ასევე ნავთობის ფასები მკვეთრად მერყეობს და ყოველ წუთს იცვლება. ზოგადად სოფლიოში არასტაბილური ფონის შექმნასთან ერთად, რაც უკავშირდება არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს თუ ეკონომიკურ გარემოს, ოქროს ფასი როგორც წესი იზრდება ხოლმე, რადგანაც როგორც უსაფრთხო ნედლეულს ისე მიმართავენ ხოლმე, რომელიც მეტნაკლებად სტაბილურია. თუმცა ამ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ოქროს ფასი დაახლოებით 12%-ით არის შემცირებული, რაც განპირობებულია რამდენიმე ეფექტით. ერთი მხრივ ეს განპირობებულია იმით, რომ ოქრომ ეგრეთ წოდებული safe haven სტატუსი ნაწილობრივ დაკარგა, რაც გასულ პერიოდში მისი ფასის მერყეობასთან იყო დაკავშირებული. მეორე მხრივ კი სოფლიო ინფლაციის გაზრდილი ფონის ფონზე სოფლიოში საპროცენტო განაკვეთების ზრდა არის მოსალოდნელი, ან უფრო ნაკლებად კლება, ვიდრე ეს გარკვეული ცენტრალური ბანკების შემთხვევაში იყო. შესაბამისად, ეს ზრდის ფასიანი ქაღალდების ამონაგებზე მოლოდინებს და ბუნებრივია, როგორც პირდაპირ კონკურენტი, ეს ოქროს ფასებზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ომის დაწყებასთან ერთად ვიხილეთ გამყარებული დოლარი და გამომდინარე იქედან ოქროს ფასები დენომინირებული სწორედ დოლარშია, ამან გამოიწვია ოქროს ფასის უფრო გაძვირება მყიდველებისთვის და ჯამურად ეს ფაქტორები იყო, რამაც იმოქმედა ოქროს ფასზე გასული პერიოდის განმავლობაში. ოქროს ნაკეთობების ქართველი მწარმოებლები კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენას ორ ჭრილში განიხილავენ. პირველი ამბობენ, რომ შესასყიდი ნედლეული საკმაოდ გაუიაფთად და თუ ომამდე 1 გრამ ოქროში 440 ლარს იხდიდნენ, ახლა მას 410 ლარად ყიდულობენ, თუმცა მეორე მხრივ ამბობენ იმასაც, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა მყიდველების განწყობაზე გავლენა იქონია, იქიდან გამომდინარე, რომ ირანი საქართველოსთან გეოგრაფიულად საკმაოდ ახლოს მდებარეობს, მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა შემცირდა, ამიტომ ბუნებრივად შემცირდა ოქროს აქსესუარებზე მოთხოვნა და გაყიდვებიც კომპანიებში ამბობენ იმასაც, რომ თუ ომი მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, ეს გამოიწვევს ძვირფასი ქვების გაძვირებას, მათ შორის ბრილიანტის, რომელიც ნაკეთობების წარმოებისას აქტიურად გამოიყენება, ამიტომ მწარმოებლები რისკებს ამ კუთხითაც ხედავენ. ომის დაწყების დღიდან შეინიშნებოდა, ესე ვთქვათ, ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს ფასის ვარდნა. და რეალურად ეხლა რომ ავიღოთ დაახლოებით $300 ნაკლებია უნცია ოქროს ფასი საერთაშორისო ბირჟაზე, ვიდრე ეს იყო, ესე ვთქვათ, 28 თებერვალს. თუმცა ომმა სხვა მხრივ მოგვაყენა, ესე ვთქვათ, ზიანი, შემცირდა, ესე ვთქვათ, გაყიდვები. დაახლოებით 10%-ით მარტის თვეში, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან
მტკივნეულია იმ მხრივ, რომ მარტისთვის ზოგადად გამოირჩევა ჩვენთვის და ზოგადად საიუველირო ესე ვთქვათ საქმიანობაში ჩართული კომპანიებისთვის მაღალი შემოსავლით ფაქტიურად მარტი პირველ კვარტალს ყოველთვის ხურავს დადებითი სალდოთი და რა გარკვეულწილად აბალანსებს ხოლმე იმ ესე ვთქვათ დაბალ მოთხოვნას, რომელიც ფიქსირდება იანვარ-თებერვალში. Აქ ერთი უნცია ოქროს დღევანდელ ფასზეც მოგაწვდით ინფორმაციას და გეტყვით, რომ Reuters-ის ინფორმაციით ამ წუთებში ძვირფასი მეტალი დაახლოებით $4,800 ივაჭრება. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.